არის მხოლოდ მოლოგი პროპაგანდის საშუალება და ეს არ არის მისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი. აქ იმყოფება სოფელ ურბნისის მკვიდრი ბატონი ილია ხანიშვილი, გახლავს მამა, ორი ჯარისკაცისა, ორი შვილი ყავს, ორივე შვილი იბრძოდა ცხინვალში აგვისტოს მოვლენების დროს ამ ომში და ამ ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების სიმძიმე, ასევე ხელისუფლების ზეწოლა და უსამართლობა. შესაბამისმა ორგანოებმა პირველ რიგში ხელისუფლებამ კეთილინებო და რეაგირება მოახდინოს ესეთ მდგომარეობაზე. ნიშნავია, რომ ჩემი შვილების გმირობა და ეკაცებინა საჭირო გამოძიებიდან კიდევ შეშამშობი ორივე შვილი უკან გამიჩაგრა ხელისუფლებამ. ორი შვილი ძევანი ხანიშვილი და განიცდის შეჭი. უკან ორი წლის გაგვიანების გულის იარაღი ვერ ჩამოიტანა ბავშვმა. როდესაც ოკუპირებული იყო სოფელი ურბნისი, ის განთავსდა და ორი წლის გაგვიანება ჩაუთვალეს ზედაპირება მე დღეს ხელისუფლებას ავწევ. მე გავაკეთე ბავშვს. ჩემი შვილი გაბაბლოფანი. ყველას გამიმასა. ლეიბორისტების საქართველოს პრეზიდენტ სახელმწიფო ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას შეადანაშაულებენ. ნაცისტური პრეზიდენტი სააკაშვილი ესპანეთის ერთ-ერთ კურორტზე ძვირადღირებულ სასტუმროში ისვენებს, სადაც დღეში $10,000 იხდის. ლეიბორისტული პარტიის წევრი სუსუ შატბერაშვილის განცხადებით, იმ დროს როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვასწომოთაა, დაუშვებელია პრეზიდენტის ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებდეს. იმ დროს, როდესაც ჩვენ ჯარისკაცები ჯერუსალემის ასარალებდნენ, პრეზიდენტი სააკაშვილი გაემგზავრა ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, სადაც მიმდინარეობდა ნატოს საბჭოს სხდომა და შემდეგ იქვე 250 კილომეტრში კუნძულ მალიორკაზე დაბინავდა და აპარტამენტში იხდის $10,000. გააშენეს ის ამავე საკუთრებული პოსტერი და მესამეა პრეზიდენტი სააკაშვილი ჯანმრთელობა და მედიცინას იკაჟებს ალმა გენერალს. სანგიოს ქუჩაზე მცხოვრებლები დედაქალაქის მერიას საცხოვრებელი სახლების უკანონო გრევაში ადანაშაულებენ და საქართველოს მთავრობისგან ალტერნატიული ფართის უზრუნველყოფას ითხოვენ. სანგიოს ქუჩაზე მცხოვრებლების მათ აქვს დოკუმენტი, რომლის თანახმად მტკიცდება, რომ მიწისზედა მათი საცხოვრებელი სახლები არავის საკუთრება არ არის. სანგიოს ქუჩის მცხოვრებლები მთავრობისგან ფართის დაკანონებას ითხოვენ. სანგიოს ქუჩ ნომერში 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ სახლები ნებართვის გარეშე აფიტელის წინ ააშენეს. აგრეთვე წინ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და საცხოვრებლის ჩამოშროვის შემთხვევაში ღიაცის ქვეშ დარჩებიან. ვინაიდან ამათ იხმები ხელისუფლებას აღარ ჭირდება და დაიწყო მორიგი ტალღა სახლების მგრევისა ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან მათი ინტერესებია უკვე ალბათ აღჭადებული, ადგილი კარგია და აფხაზეთში ნაუმარი ოჯახები უნდა დატოვონ ღიაცის ქვეშ. უშინ მოხდა ერთი ფაქტი, დაინგრა ორი სახლი, ჯერჯერობით ეს გაჩერდა, თუმცა პროცესი როგორ განვითარდება არავინ არ იცის. ეს ადამიანები არიან უკიდურესად ძვირ მდგომარეობაში ჩავარდნილები და მე მინდა საზოგადოებას შევახსენო და უთხრა, რომ დღეისათვის მიწის დაკანონება დედაქალაქში ერიდება 71,000 ადამიანი. მაჭავარიანმა მისცა კადი ეძებე ყველა კარბელაშვილმა მერიაში ეძებე იპოვე გიფორმებს 20 წელია ცხოვრობს. მინგრეული ავაშენე კაპიტალი 41 წელს. ავაშენე სახლი და ეხლა დამიგრიდნენ ცისქვენ გამიშოთ. მომწენ კი ბატონო ბინა. სადა ფართი გამომიყონ არაფერს არ ვედავე. ასეთი ვანდალობა და ასეთი ბარბაროსობა შეიძლება იქ წვიას გადაუჭი. აქ კიდე აღარ შედეგი. იქ ის თავრობა განადგურებს და აქ ჩვენი თავრობა განადგურებს. მეორე ჯგუფის ინვალიდი ელენე ფარადაშვილის საქართველოს პრეზიდენტის დახმარებას ითხოვს. საქმე ეხება ძვლის პლასტიკურ ოპერაციას, რომლის გაკეთებაც ბალტიმორის კლინიკაშია შესაძლებელი. ელენე ფარადაშვილის თქმით, ამ მოთხოვნით უკვე ორ კვირაზე მეტია შეიმშილოს. მისი თქმით, 2002 წელს ამერიკის ექიმთა ასოციაციამ სურვილი გამოსვა მისთვის უფასოდ ჩაეტარებინათ პლასტიკური ოპერაცია, თუმცა იმჟამდელი ჯანდაცვის მინისტრის გამო ოპერაცია ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ფარადაშვილმა ამჟამინდელ ჯანდაცვის მინისტრსაც მიმართა, თუმცა ოპერაციის დაფინანსებაზე უარი ეთქვა. ფარადაშვილის განმარტებით მას ხელს აქვს ისეთი დასკვნა, რომ მიხედვით სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის პლასტიკური ოპერაცია წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს. თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ელენე ფარადაშვილი უადო მშრალ შემთხვევას აპირებს. მე დღევანდელზე იმ ექიმების გასწრების საფუძველზე მას გამოსწორება, რომ ჩემი სულები არ ვაკრალობ და გააძლიერებული
და იზოლებული გარს რომ ამ უკიდურეს ფორმას მიმართო რაღაცა გამოგახდეს მას უკვე საქართველოს პრეზიდენტი და მაშინ ძალიან შეიძლება შეხვდა. და უნდა იცოდეთ ყველა რომ მე სერვერული ნაბიჯი გადავწყვიტე და მართლაც პირობითი ისინი. მასშტაბურად გავხდე, ასეთ რომ მაშინათარ შეხვდა ადამიანი რომელიც 5 წლის განმავლობაში გააკეთე რეფორმაცია განმეორებას ძლებს საქართველოს აზიის განვითარების ბანკმა საბიუჯეტო დახმარების მიზნით 70 მილიონი დოლარის ერთხელ სახით გამოუყო. შეთანხმებას დღეს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი. საბიუჯეტო დახმარების სახით ერთხელ საქართველოს 40 წლიანი ვადით გადმოეცა და მისი საპროცენტო განაკვეთი წლიური 1% იქნება, ხოლო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეღავათები. ამავე ბანკმა რამდენიმე წლის წინ ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც მუნიციპალური და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 40 მილიონი დოლარის გრძელვადიანი ინვესტიციის გამოყოფას ითვალისწინებს. აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოს წლის ბოლომდე გაიხსნება, რაც შესაძლოა ქართულ ხარჯსა და ბანკს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას. საქართველოს აზიის განვითარების ბანკის 77 წევრი 2007 წელს გახდა. ეს არის დონორის კონფერენციის შედეგი პორტფელის მიერ ეფექტივიზაციის და უნდასწორო მილად გამოსახულები პირველი ასეთი ნაბიჯებს და შეფასებებს გადაგვიყვანს პანკერტა იმდროს უზარმაზარი უბრალოდ რომელიც ყველანაირი აბსოლუტურად შესაძლებლობები რომ გააცხადოს და საქართველოს საკუთრივი ოპერაციების საერთოდ ჩემპიონატთა მინისტრთან შეხვედრაზე გარდა 70 მილიონი დახმარებისა განხილვის საქართველოსთან მომავალ თანამშრომლობის ძიები ჩვენ გაუცებულები ვართ იმ ეკონომიკური რეფორმების რომლებიც საქართველოში ტარდება რა თქმა უნდა აქტიურ გამოწვევები მათ შორის გლობალური ფინანსური კრიზისი თუმცა მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში ეკონომიკური რეფორმები გაგრძელდება ეს გამოწერილი შეთანხმება რომელიც 70 მილიონი დოლარის ცეცხლის სახით გამოყოფას ითვალისწინებს 40 წლიანი ვადით იქნება და მათ შორის არის 10 წელი მნიშვნელოვანი შეღავათება წლიური საპროცენტო განაკვეთი 1% იქნება.